ჩვენთან მობრძანებისთვის გვესმის რომ ძალიან რთული არის შენთვის ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ცნობილი არის რომ რაღაც ახალ დეტალებზე არის საუბარი გიორგის საქმის ირგვლივ და თუ შეგიძლია რომ დღეს ამის შესახებ ვიტყრა. ეთით დავიწყები იქიდან რომ ჩვენთვის ოჯახისთვის დღემდე არის ძალიან გაურკვეველი გიორგის მკვლელობა. ნამდვილად არ ვიცით, ძალიან ბევრი გვეკითხება რომ აი რა მოხდა. მე დღემდე პასუხს ვერავის ვერ ვაძლევ, ვერც ერთ ახლობელს, ვერც ერთ ნათესავს და ვერც ვერავის. ნამდვილად არ ვიცით მკვლელობის დეტალები. თუმცა ფაქტია, რომ ეს არ არის არანაირი ძარცვა, ეგ არის ძალიან დიდი სისულელე, რომ რაღაცა იმ ადამიანმა რაღაცა ფულის გულისთვის, ამ ფოტოაპარატის გულისთვის გიორგი ასე მწარედ და ასე სასტიკად გაიმეტა. ეს არის დღემდე კი არა, რა ვიცი, ალბათ ყოველთვის იქნება დაუჯერებელი. მე უბრალოდ და ჩემი ოჯახი მოითხოვს ძალიან დიდი თხოვნით მივმართავთ ჩვენს გენერალურ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს, რომ ეს საქმე დაუბრუნდეს ხელახალ გამოძიებას. პირველივე დღიდან აბსოლუტურად ჩვენ მაშინ ვიყავით ძალიან დაბნეულები და იყო ის საშინელი პერიოდი ჩვენს ოჯახში და ფაქტიურად ამისთვის შემიძლია ვთქვა ესე, რომ არ გვეცალა, იმიტომ რომ იყო ის დღეები, როდესაც გიორგი სახში უკვე გვესვენა და იყო ეს საშინელი დღეები ჩვენთვის. და აბსოლუტურად ვიყავით ძალიან ისე ყველაფერს რო იჯერებს ადამიანი, ყველას ნათქვამს და ყველა ადამიანის ნებისმიერ სიტყვას. დღეს უკვე მივხვდით ყველანი, რომ პირველივე დღიდან ანუ ამ ადამიანის დაკავებაც, რომ ეს ადამიანი ვითომ იმყოფებოდა გალში და ეს გადმოიყვანეს და მოხდა ამის დაკავება, რაღაცა ძალიან ბევრი მოწმეები, რომელიც დაიკითხა სასამართლო პროცესზე, ეს იყო მხოლოდ ორად-ორი კითხვით დაკითხული. იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ყველაზე მთავარი მოწმე, ეს იყო ამ დამნაშავის ბექა-ცობეხიას ბიძა, რომელიც აბსოლუტურად მოუმზადებლად მოვიდა და გულუყვილად მოვიდა ის სასამართლო პროცესზე და ამ ადამიანის მეშვეობით შეეძლო სასამართლოს პროკურორს ამ საქმის დეტალების ძალიან კარგად გახსნა. სადაც ის ადამიანი ყვებოდა, რომ მეო დედამისიო ჩემთან მოვიდაო, ანუ ცობეხიას დედაზეა საუბარი და მან მითხრაო, ესო მას მარტო არ გაუკეთებიაო და უკვე აი ამ სიტყვის შემდეგ პროკურორმა შეაჩერა ეს დამნაშავის ბიძა. ის აბსოლუტურად ყველაფრის მოყოლას აპირებდა, მაგრამ მას არ მისცეს საშუალება ბოლომდე მოყოლის. დანარჩენი მოწმეები იყო აბსოლუტურად ეს ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელიც არ იყო მომზადებული. დანარჩენი იყო ყველა მომზადებული, ანუ მომზადებულს ეძახი, ყველა ერთი და იგივეს ამბობდა. ანუ ყველასთვის იყო ნათქვამი, თუ როგორ რა უნდა ეთქვა სასამართლო პროცესზე. ძალიან ბევრი დეტალები არც ექსპერტიზის არ გვჯერა, იმიტომ რომ თავიდან, როდესაც გიორგის გვამი მოასვენეს უკვე ერთ-ერთ საავადმყოფოში ჩვენთან ზუგდიდში, იქ ითქვა, რომ ვიცვა, ანუ გიორგის არანაირი წყალი არ ქონდა ნაყლაპი, ფილტვებში აბსოლუტურად წყალი სუფთა ქონდა ფილტვები, არ იყო ნაყლაპი წყალი. შემდეგ უკვე სასამართლო პროცესზე დამნაშავის დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა მოიყვანათ ექსპერტიზა და იმ კაცმა თქვა ესეთი პასუხი, ანუ ექსპერტიზის, რომ ანუ წყლის შედეგად არის გიორგი მკვდარი და არა რასაც თვითონ ანუ არანაირი ნაცემი, როგორც თვითონ ამბობს ეს ბექა-ცობეხია, რომ ცემა და რაღაცა იქ ცხვირის ნესტო მოუტრია, აბსოლუტურად ყველანაირი დაზიანებები მიაყენეს მან სხეულის არეში. იმისი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ არა ნაცემებით იყო მოკლული, არამედ წყლის შედეგად. ანუ მერე ვითომ გიორგი თავისით არ ვიცი, როგორ ჩახტებოდა ესეთი ნაცემი და მოკლული წყალში. რა თქმა უნდა, დამცველის აზრი ანუ ეს არის, რომ დაიცვას თავისი დამნაშავე და ის ბოლომდე ამას აკეთებდა და გააკეთეს კიდევაც. და საერთოდ ეს 13 წელი რისთვის მიუსაჯეს, მე მგონი არც თვითონ არ იციან. ჯერ იყო 109 მუხლით მიდიოდა ეს დანაშაული, ეს იყო აბსოლუტურად განძრახ მკვლელობა, ანგარებით, სისასტიკით, დამამძიმებელი გარემოებებით და სასამართლოს ჯერ ისევ ძალიან ბევრი, სადღაც 5 თვე მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, აბსოლუტურად იყო სასამართლო
დაიკითხებოდა მხოლოდ ორი მოწმე, ისიც უშედეგოდ, არანაირი აზრი, ვერანაირ აზრს ვერ გამოიტანდა ადამიანის სასამართლო პროცესიდან. აი ესე ნელ-ნელა იწელებოდა ეს პროცესები და შემდეგ ესე უეცრად ჩვენთვის ძალიან ისე ოჯახისთვის ისე გაუგებრად მოხდა, რომ უცებ ამ ადამიანს 100-მერვე მუხლით მიუსაჯეს 13 წელი. ესე ჩვენთვის გაურკვეველია და მე მგონი არც ეს არ იციან, არც პროკურორმა, არც მოსამართლემ, არც გამომძიებელმა, აბსოლუტურად გამოძიება ჩატარდა ჩემი აზრით ძალიან ზერელად. ელენე, თქვენ საუბრობთ იგივე prime time-თან დღევანდელ ინტერვიუში საუბრობთ იმაზე, რომ რა ინტერესი შეიძლება ქონოდა გამოძიებას იგივე ამ საქმის მიმართ, რადგანაც როგორც თქვენ ამბობთ, თავიდან ბოლომდე პროცესი წავიდა ისე რომ რეალური მიზეზები აი ამ საქმის ვერ გაიგო საზოგადოებას. ვინ იცავდა ამ ადამიანს ზოგადად რომ გითხრათ და იმ დეტალის შესახებაც რომ მოგვიყვეთ, რა მოხდა იმ დღეს სასტუმროში? არ ვიცი, არავინ ესე ვერ დავასახელებ ადამიანის სახელს და გვარს, იმიტომ რომ მართლა არ ვიცით, მაგრამ არის ვერსიები, რომ ეს მკვლელობა არ იყო ნამდვილად ძარცვა. იყო და არის ესეთი ვერსიები, რომ გიორგი არ ვიცით ეხა რა საქმისთვის, ვისთვის, რისთვის, რაღაცა საქმისთვის სჭირდებოდათ. მას დაავალეს რაღაც საქმის გაკეთება, რომელიღაც ადამიანთან შესვლა. გიორგიმ რა თქმა უნდა უთხრა უარი ამ საქმესთან და რა თქმა უნდა უთხრა უარი, რომ მე ამ საქმეს არ გავაკეთებ. შემდეგ ან შეშინება უნდათ ცემით, შეიძლება არც უნდათ რომ მოეკლათ, მაგრამ იმდენად ურტყეს და ისე ძალიან ცემეს, რომ მოკლეს, ფაქტია რომ მოკლეს. მე როდესაც დაინახეს რომ უკვე მოკლეს და მოკვდა, მე უკვე კანტანსაცმელი გახადეს, ისერიც დაზე აქვს ნაჭდევები, სადაც ეტყობა ძალიან კარგად რომ ეს არის მოჭერის სახით დაახშჩეს. და შემდეგ ის გაუშვეს წყალში, სადაც კოჭებზე ქვები მოაბეს, ჯაჭვებით, ამას მარტო ის ადამიანი მართლა ვერ გააკეთებდა. და კვალის დასაფარად ყველაფერი გააკეთეს, იმიტომ რომ იქ ვერ დატოვებდნენ ესე გარდაცვლილს. გააკეთეს რომ მოდი, თუ წყალი რაღაცნაირად ვერ ამოაგდებდა და დაიკარგებოდა, როგორც ძალიან ბევრი დაკარგულა და დღემდე არ უპოვიათ, შეიძლება და თან ისეთ ადგილას ჩააგდეს, სადაც ენგური უერთდება ზღვას და ყველაზე ცუდი ადგილი არის შემთხვევა, რომ თუ იქ ადამიანი რაღაც არ ვიცი, ძალიან ისეთი ჭებია, რაღაცა საერთოდ ანაკლის სხვა არის ისეთი. შესაძლებელი იყო, რომ არც ვერც ამოეგდო ზღვას და ვერც ვიპოვიდით ალბათ გიორგის გვამსაც. ელენე, ოჯახის წევრები, ახლა თქვენ საუბრობდით ვერსიებზე, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლებოდათ გიორგის მოკლა და რატომ უნდა დაჭირვებოდათ ესე, რა კონკრეტულად თუ იცით რამე, ან რა შესთავაზეს, რა დაავალეს, რა. ეგ უკვე ჩვენ ნამდვილად არ ვიცით. არც მეგობრები საუბრობენ, არც მათ მეგობრებმა არაფერი არ იციან, იმიტომ რომ გიორგი სადაც ისხდა თავის მეგობრებთან ერთად, სადაც იყვნენ, ეს იყო ბულვარში, ერთ-ერთ სკამზე, სადაც ხუმრობდნენ და საუბრობდნენ. მოვიდა 3 ადამიანი, იყო ერთ-ერთი ეს დამნაშავე ბექა ცობეხია და მისი 2 მეგობარი. გიორგისთან მოვიდა ეს ბექა ცობეხია და სადაც შეახსენა თავი, რომ როგორ ახარ, მე ვარ ბექა ცობეხია, ცოტა მოკლედ ვიტყვი, იმიტომ რომ სადაც გაიყვანა გიორგი და გიორგის მეგობართან ძმაკაცთან მოვიდა ის 2 ბიჭი. ფაქტია, რომ გიორგის მეგობარი გაართვა ამ 2 ადამიანმა, იმ ბექაცობეხიამ გიორგიმ გაიყვანა და შემდეგ უკვე დაიკარგა ორივე და არც ვერავინ ვერ იპოვა, საით წავიდნენ. ამ 2 ძმაკაცმა უთხრა გიორგის მეგობარმა, რაღაცა ცოტა ისეთი ძელბიჭური საუბარი გაუშვეს გიორგის ძმაკაცთან, თუ კი მეგრელი ხარ, ქართულად რატო ლაპარაკობ და რაღაცა ცოტა ესეთი დაბალი დონის საუბარი. სადაც ჩვეულებრივად გიორგი ძმაკაც უკიო მეგრელი ვარო, მეგრულიც ვიციო, რა პრობლემაა ძმაო, თუ გინდა მეგრულოდაც გეტყვი, ხო კაი, მაშინ ჩვენ ახლა წავედითო უთქვამთ და ესენი წავიდნენ იქით ამ ხარეს. და მე მაგალითად არ მჯერა იმისი, რომ ეს 2 ადამიანიც რო არ არის დამნაშავე, იმიტომ რომ
აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლოთ, როდესაც ესენი აქეთ მარჯვენა მხარეს წავიდნენ და ეს წობიხია წავიდა აქეთ მეორე მხარეს, იქ აბსოლუტურად შეიძლება წრე დაარტყა, შენობას, სასტუმრო შენობას მიხვალ ისევ იმ ადგილას, სადაც ეს მკვლელობა მოხდა. ის აბსოლუტურად იყო ჩაფიქრებული ეს ყველაფერი მათი მოსვლა ამათთან, გიორგის გაყვანა, ამათი საუბარიც გიორგის ძმაკაცთან, რაღაც მომენტში გაართეს ეთყობა გიორგის ძმაკაცი, რომ რაღაცა ეჭვი არ ვიცი, რა იყო, დღემდე ვერ ვგებულობთ, მაგრამ ეს მკვლელობა, რომ ეს უბრალოდ ძარცვა არ არის, ფაქტია. ელენე, მე მინდა გითხოთ კონკრეტულად ანაკლიაში სასტუმროს დეტალზე. თუ შეგიძლიათ, რომ ამაზეც გითხრათ, რადგანაც გიორგის თან ქონდა ფოტოაპარატი, თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ იმ საღამოს რა მოხდა ანაკლის სასტუმროში, იმ დღეს უფროს. ჩვენთვის არის ცნობილი, ძალიან ბევრმა ადამიანმა გითხრა, რომ იმ დღეს, იმყოფებოდა ანაკლიაში სამთავრობო ექსკორტი, კერძოდ არ ვიცი ახლა სამთავრობო ძალიან ბევრი ადამიანი იგულისხმება. და ეგონათ, რომ გიორგის საერთოდ ყოველთვის თან დაქონდა თავისი ფოტოაპარატი, ეს იმიტომ დაქონდა, რომ უყვარდა გადაღება, არა რაღაცა ინტრიგული ფოტოების, არამედ ისე ზოგადად უყვარდა გადაღება. ყველა ამას ამბობს, ერთ-ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ეს ასე არის და არ დაუჯეროთ, რომ ეს მკვლელობა არის ძარცვა და რაღაცა ესეთი ზღაპრები არ დაიჯეროთ. ეგონათ, რომ რაღაცა პიკანტური სურათები ქონდა გიორგის გადაღებული. ნამდვილად არ იყო ამის გამკეთებელი, იმიტომ რომ არც ჟურნალისტი არ იყო გიორგი, არც პოლიტიკოსი არ იყო ამის გამკეთებელი, თუმცა ალბათ მათ ეგონათ თუ არ ვიცი რა იყო. ეს მკვლელობა, ყველა ამას ამბობს, რომ არის შეცდომითი მკვლელობა. თვითონ პოლიციიდანაც გამოვიდა ეგეთი ხმა, რომ საწყალი ბავშვი შეცდომით მოკლეს. და კიდევ ერთ ჩაგეკითხებით, თქვენ პრაიმ-ტაიმთან ინტერვიუში იმასაც ამბობთ, რომ მას საკმაოდ გავლენიანი ადვოკატი იცავდა. კონკრეტულად ვინ არის ეს ადამიანი, რო გითხრათ? ეს არის ბატონი ბაჩუკ ყურაშვილი, ხო სწორად ბაჩუკ ყურაშვილი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს იცავს დღეს უკვე. ეს იყო ბექა ცობეხიას ადვოკატი. დღეს თუ არ ვწდები, ბაჩო ახალაიას მე მგონი იცავდა და ძალიან ბევრ ადამიანს. იცით რამე ესე კონკრეტულად ვერავის ხელს ვერ დავადებ და ვერ ვიტყვი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი და არც ჩემმა ოჯახმა. უბრალოდ ამაზე მართლა პასუხს ვერ გაგცემთ მე პირადად. რა თქმა უნდა, ეს თვითონ როდესაც უკვე დაიწყება ახალი გამოძიება ამ საქმესთან დაკავშირებით, ალბათ უკვე საქმიდან გამომდინარე ყველაფერი გამოვლინდება. და ფოტოაპარატზე რა გითხრათ, წეღან ახსენეთ, მკვლელობის შემდეგ იქნა თუ არა აღმოჩენილი ეს ფოტოაპარატი და გამოძიებამ თუ გამოიყენა რა. იცით, ეს ფოტოაპარატი ჩვენ დაგვიბრუნდა რამოდენიმე თვის შემდეგ, უკვე თვითონ დაგვიბრუნა პოლიციამ ნივთები, გიორგის რამოდენიმე ნივთი. ერთადერთი ნივთი არ არის გიორგის საქორწინო ბეჭედი, ჯვრისწერის, რომელიც თან ყოველთვის ეკეთა და არ არის გიორგის ჯინსი, შარვალი. მე როდესაც ვკითხე გამომძიებელს, რომ თუ ყველა ნივთი აბსოლუტურად იქ არის წინდები, ნაპოვნი, მაისური, ყველანაირი რაც ეცვა, ნივთი, ყველაფერი დაგვიბრუნდა. ჯინსი ეს ფაქტია, რომ იმიტომ რომ ამდენი დარტყმის შედეგად რაღაც სისხლით შეიძლება დასვრილიყო ჯინსი, მე ეს ნათრევი ყავთ რამოდენიმე რაღაცა გარკვეული, მე როგორ თქვა, დავიბენი. იქ ჯინსი აბსოლუტურად ყველაფერი იქნებოდა ნაჩვენები, კვალი, დეტალები, რა თქმა უნდა, ჯინსი გააქრო თვითონ მკვლელმა. გადააგდებდა სადმე ეს არ იქნებოდა მისთვის რთული. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ის ამბობს, რომ ჩემი შედეგად არ მომკვდარა. წყლით დაიხრჩო.
ახლიდან ჩატერდა ოჯახი თქვენ მზად ხართ გამოძიე იმისთვის რომ თქვათ მისი ექსგუმაციაც მოხდეს იცით არ ვიცი ან ალბათ ყველაფრისთვის მზად ვიქნებით იმიტომ რომ ჩვენ ერთადერთი დაგვრჩა გიორგის ნამდვილად არაფერი არ ეშველება და ჩვენთვისაც არაფერი არ მოხდება მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის რომ ერთი საშინელება და ეს ტრაგედია ოჯახს რო გვაქვს რომ მოგვიკლეს მე პირადად მომიკლეს ძმა და მეორე საშინელება არის რომ არ ვიცით თუ რატომ მოკლეს რისთვის ესეთი გაწონასწორებული მშვიდი ადამიანი რომელსაც მართლა არანაირი მტერი არ ყავდა არავის არასოდეს არაფერში არ ერჩოდა თავის საქმიანობას მიყვებოდა ძალიან კარგად და ჰქონდა ძალიან დიდი წარმატება და აი ზუსტად ამიტომ გვაინტერესებს თუ რატო და რისთვის მოკლეს გიორგი თუმცა ეს ძარცვა ნამდვილად არ ყოფილა გიორგიზე ბევრად ასე ვიტყვი რომ ფულიანი ადამიანები და ბევრად უფრო მაგარი ფოტოაპარატი დღეს 10 და 11 წლის ბავშვს ნებისმიერ შეხვდებით ქუჩაში ძალიან მაგარი ფოტოაპარატით და გიორგის ფოტოაპარატი მე მგონი არც ისეთი ძალიან მაგარი არ იყო რომ მარტო იმ ადამიანს ფოტოაპარატი წაერთვა ან ჩვეულებრივი რომელიც გიორგის გააჩნდა ბილაინის მობილური ტელეფონი ეს არის ძალიან ჩვეულებრივი არ შეიძლებოდა რომ ბოლოს და ბოლოს წაართმევდა და გაიქცეოდა ამის გულისთვის ესე მწარეთ და ესე სასტიკად ადამიანს არ კლავენ ელენე თქვენ თქვით რომ 13 წელი მიუსაჯეს საბოლოო ჯამში გიორგის მკვლელს დღეს მის აი ამ 13 წელს შეიძლება შეეხოს ამნისტია ამასთან დაკავშირებითაც რომ გითხრათ რეალურად უკვე ჩემთვის როგორც ცნობილია შეეხო იმ ადამიანს და ის მოიხდის 9 წელს და 9 თვეს არ ვიცი ნუ ეს რატო და როგორ მაგრამ რა ვიცი ჩვენთვის ძალიან ძემია თუმცა 9 წელიც არ ვიცი იმ კონკრეტულ დავალებას რომელიც მისცეს გიორგის თქვენი ინფორმაციით ვინ დაავალა თუ არის ცნობილი ან თუ გაქვთ ვერსია რა სახის დავალება შეიძლება და ყოფილიყო ეს ერთ-ერთი ძალოვანი პირი რომლის სახელს მე დღეს არ დავასახელებ ეს უკვე გამოძიებიდან გამომდინარე ყველაფერი გაირკვევა და ყველა გაიგებს ამასთან დაკავშირებით მე ყველაფრისთვის მზადა ვარ იმიტომ რომ მე მეტი არაფერი არ დამრჩენია და ჩემს ოჯახს მე ვიბრძვი ამისთვის და არასოდეს ფარხმალს არ დავყრი თუმცა ძალიან რთულია და ძალიან ძნელია ჩემთვის რომ სამწუხარო და აი ესეთ რაღაც აი ამ საშინელ ამბავთან მიწევს სირბილი და ეს ძალიან დიდი ნერვების მოშლა ნამდვილად მაგრამ სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს მე ამ ყველაფერს გავაკეთებ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა იმ ადამიანის ვისაც ეხება ესეთი საქმეები და ძალიან დიდი თხოვნით მივმართავ კიდევ ერთხელ რომ ეს საქმე დაუბრუნდეს ხელახალ გამოძიებას ნამდვილად არ ვიცი აი დამიჯერეს რომ მართლა არ ვიცი აი არის ძალიან ბევრი ვერსიები, იმიტომაც ვითხოვ ხელახალ გამოძიებას, იმიტომ რომ მე ამას ვერ გამოვიძიებ, იმიტომ რომ მე არანაირი ძალა არ მაქვს ამ საქმეში. მე უბრალოდ მივმართავ თხოვნით, მე მივაწვდი ყველა ჩვენს ძალოვან პირებს ყველანაირი ინფორმაციას მივაწვდი და თხოვნით მივმართავ, რომ გამოიძიონ ეს ყველაფერი. გაქვთ თქვენ რაიმე დამადასტურებელი იმის რომ ნამდვილად მიიღო დავალება გიორგიმ ან მოწმეთა ჩვენებები რომ ჩვენთვის ოჯახისთვის არ არის დღემდე ცნობილი ანუ თუნდაც იმ პერიოდში იმ დღეს იმ მკვლელობის დღეს არის ბულვარში დამონტაჟებული კამერები ასევე არის სასტუმროში სადაც გიორგი თავის მეგობრებთან იმყოფებოდა შეიძლება ჩვენთვის ეს არავის არ უთქვამს იმიტომ რომ იქ აბსოლუტურად კამერების მეშვეობით ძალიან კარგად შეიძლება დღეს ალბათ ნებისმიერი საქმის გახსნა და ჩვენთვის არც ეს არ არის ცნობილი თუ იმ დღეს ვინ იმყოფებოდა რა ხდებოდა საერთოდ არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა არც პროკურორი არც გამომძიებელი ერთი შემთხვევა ანუ როდესაც გიორგი გარდაიცვალა ანუ როცა მოკლეს უკვე იმ ღამეს იყო სახლში ზარი სახლის ნომერზე
სადაც მამი და ჩემი წამოდგა და უპასუხა ტელეფონს, არავინ პასუხი არ გასცა. შემდეგ ეს უკვე ვინ მიაქცევდა ამას ყურადღება, მამი და ჩემმა იფიქრა, რომ იმიტომ რომ იმ დღეს ორჯერ დაურეკავს გიორგის სახლის ტელეფონზე. იფიქრა, რომ ალბათ გიორგი ხო არ რეკავსო, გადაურეკა მობილურზე და გიორგის რა თქმა უნდა გამორთული ექნებოდა მობილური, იმიტომ რომ გიორგი უკვე მოკლული ყავდათ. შემდეგ გაგვახსენდა ეს ზარი ამ გამოძიების პერიოდში. წავედით ჩვენ ვოსტაში, მოვითხოვეთ ამ მონაწერი, აბსოლუტურად ყველა მთელი თვის ნარეკი, ყველა ზარი არის დაფიქსირებული გარდა იმ ზარისა. მე მივმართე პროკურორს, გამომძიებელს, კითხე, ყველანაირი ამბავი, ყველანაირი საეჭვო გარემო მიმქონდა პროკურორთან, გამომძიებელთან, რომ იქნებ დავეხმარო ხო გამოძიებას რაღაცნაირად. არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, თუ რა იყო ეს ზარი, ან იყო ვიღაცა, ვინც დაუკვეთა ეს მკვლელობა, აინტერესებდა რა ხდებოდა ოჯახში, რა მდგომარეობა იყო ალბათ. ფაქტია, რომ ვიღაცამ ეს ზარი გააქრო. დედა არა, დედა არავის არ დაუკითხავს. იცით, ყველაზე ისეთი მე დამკითხეს, რომელიც მკვლელობის დღეს საერთოდ არ ვიმყოფებოდი ზუგდიდში, მე ვიყავი თბილისში, საერთოდ ცხოვრობ თბილისში და ვარ აქ, მაშინაც ვიყავი აქეთ. მე დამკითხეს როგორც მოწმეს სახით და მე მომთხოვეს სასამართლო პროცესზე როგორც მოწმეს სახით, უნდა მესაუბრა ალბათ. თუმცა მე ვუთხარი უარი, ან თვითონაც მითხრეს შეგიძლია მისაუბრო, შეგიძლია ეს შენი სურვილის მიხედვით არისო. მე რა უნდა მომეყოლა? მე არც არაფერი მინახავს, მე უნდა მეთქვა ის საშინელება, თუ ვინ დამირეკა, როგორ გავიგებ ძმის მკვლელობა და შემდეგ რა მოვიმოქმედე. ეს აბსოლუტურად იყო ძალიან სისულელე. იქ არანაირად დედა არც სასამართლო პროცესზე არ ყოფილა და არც ისე არ დაკითხულა. ჩვენ ვიცით, რომ მკვლელმა დედას დაუტოვა წერილი სახლში და იქ აბსოლუტურად წერს ამ ყველაფერს, თუმცა არც ეს არ ვიცით ოჯახმა, არც ეს არ უთქვამს, არც გამომძიებელს, არც პროკურორს. იქნებ რა წერილი დაუტოვა, იქნებ რას ეუბნება დედამის. არ ვიცით. ჩვენ ისიც ვიცით, რომ დედამისი ამბობს ძალიან ბევრ ადამიანთან თქვა დედამისმა, რომ მარტო ჩემ შვილს ეგ არ გაუკეთებია. ანუ თავის შვილთან ერთად არის ვიღაცა, ეს არ ვიცი ერთი თუ ორი ადამიანია, ეს აშკარაა, რომ მარტო ის ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. იცით, ბატონო, მე მივმართე ძალიან ბევრ ადამიანს, ეს არის გენერალურ, მე ველოდები მათგან პასუხს, მე ჯერ არ მიმიღია პასუხი. დიახ, კი ბატონო, დიახ. მადლობა თქვენ.